ვადნაპადა, რაც შეეხება თვითონ რუსეთთან დიალოგის სურვილს, რომელიც ასევე გამოხატა დღეს მიხეილ სააკაშვილმა. როგორ ვფიქრობთ, ეს დასავლეთის მოთხოვნაზე პასუხია? ეს აშკარად დასავლეთის მოთხოვნაზე, იმიტომ რომ რატომ არ სურს სააკაშვილს, არ ჭირდება მას რუსეთთან დიალოგი? იმიტომ რომ ცნობილია, რომ ასე ვთქვათ, ხელისუფლება კულუარულად უღიათ ეძებს ასე ვთქვათ, ისეთ ძალას, რომელიც შუამავლის როლს გაუწევს. ამოვედოს ის ახაც საკეთებს, მაგალითად, აი ახლა გუშინ დასრულდა მეორე კონფერენცია ჩილკავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ის რომ ამას არ უთანხმებენ რუსულ მხარეს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ რუსეთში ტარდებოდა საქართველოს კონფერენციები, ხო? ვიღაცა ებრალიძეები როატარებენ, ხო? და ჩვენ ხო ვიზიანდებით, არა, აშკარად ეს საქართველოს საწინააღმდეგო და არაკეთილი ნაბიჯია საქართველოს მიმართულებით. ზუსტად ამას ვიმეორებ ჩვენ და ჩილკავკასიაზე ვჟელობთ ისე, რომ რუსებს არ ვეკითხებით. და რომ ლაპარაკობთ გენოციდზე, ჩეჩნებისა და ჩერკეზებზე, სოფლიოში არავინ არ ლაპარაკობს. სიტყვაზე, მთელი სოფლიო ლაპარაკობს სიტყვაზე სომხების გენოციდზე ოსმალეთის იმპერიაში. ხო, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. სოფლიოს დიდ მნიშვნელოვან ნაწილმა აღიარა, ჩვენ სამართლიანად არ ვაღიარებთ. ამ სხვა საკითხია და მე ვეთანხმები, რომ არ უნდა ვაღიაროთ, ორივე ჩვენი მეზობელია. მაგრამ რაღაცა სოფლიო არ ლაპარაკობს ჩეჩნებისა და ჩერკეზების გენოციდზე. ჩვენ ერთადერთი სახელმწიფო თუმცა პარლამენტის დონეზე ლაპარაკობს, მაგრამ კარგით, პოლიტიკურად როგორ ახსნით ამას? ანუ უამრავი საკითხებია, ნაბიჯებია. ანუ ერთი მხრივ თითქოს მზადყოფნა დიალოგისთვის და მეორე მხრივ საწინააღმდეგო. აი ეს არის სწორედ რასაც აქტორ დაგმუშაობს სააკაშვილის ფრაზა საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საქმით პირველი კავკასიური არხი, რომელიც რუსეთს არ მოსწონს. საქმით კავკასიური ხალხისთვის, მაგრამ უვიზო რეჟიმის შექმნა, რაც რუსეთს არ მოსწონს. საქმით ეს კონფერენციები, გენოციდი, სოჩის წინააღმდეგ პოლიტიკა, ანუ აშკარად საქმე არის ერთი და უსე კითხულობ, თუ მართლა აპირებს დიალოგს, ამას რატო აკეთებს? კარგით, რა არის მაშინ მიზანი ამ თქმებების და ამ სიტყვების? დასავლეთს ჭირდება საქართველოსგან კეთილი ნაბიჯი, რაღაც თუმცა დასავლეთის განცხადებები ჭირდება საქართველოსგან თუ ქმედება? ქმედება, მაგრამ განცხადებით მე განცხადებას თუ გააკეთებ, მე ქმედებასაც მოსხოვენ ალბათ. მაგრამ განცხადება მნიშვნელოვანია თქმა უნდა, მით უმეტეს რომ ასეთ მაღალ ტრიბუნაზე როგორც ევროკავშირის ტრიბუნაა. თავისთავად სპიჩის სააკაშვილის ანუ გამოსვლა იყო საკმაოდ კარგად მოსასმენი ევროპელებისათვის. მათ მოეწონათ ეს ყველაფერი. წინა გამოსვლაზე სააკაშვილს ჰქონდა კითხვები და უსვეს. ეხლა აღარ იყო კითხვები. შვიჯერ დაუკრეს ტაში. ძალიან მძაფრ მაშინაც დაუკრეს. იანუკოვიჩს კიდევ მეჯდა არ ვიცი, მაგრამ იანუკოვიჩს არანაკლებად დაუკრეს ტაში, ასე რომ ევროპაში ტას უკრავენ ყველას, ვინც კარგად ლაპარაკობს და ვინც ევროპელებისთვის სასიამოვნო. ვადნაპადა, როგორ ფიქრობთ, რეალურად არის თუ არა დასაშვები ის, რომ სწორედ ევროპა იქცეს შუამავლად სააკაშვილსა და მედვედევის შორის ამ შემთხვევაში? თუ ვინმე, თუ ეს პროცესი შესაძლებადია, თუ მართლა შეიძლება საქართველოს და რუსეთის შორის დიალოგი დაიწყოს, ეს მხოლოდ ევროპაში შეიძლება იყოს, მეტი არ არის. თუ რუსეთი ენდობა მხოლოდ ევროპას, ამერიკელებს არ ენდობა და ამერიკელებს კონკურენტ გარემოში არიან. ერთადერთი მართლა ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ეს არის ერთადერთი არის ევროკავშირი. ამ შემთხვევაში შვეიცარია, როცა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ შვეიცარია სწორედ ამ შემთხვევაში ჩართული არის ჩვენსა და რუსეთის შორის უფრო დიპლომატიურ დონეზე, თუმცა იგივე ჟენევის ფორმატი და სხვადასხვა ფორმატებში შვეიცარია აშკარად იგრძნობა, რომ ის საკმაოდ მზად არის შუამავალი იყოს, მაგრამ ალბათ ევროკავშირის ინსტიტუტები იქნება უფრო მეტად გამოყენებული ასე დიალოგის გამართვისათვის, თუ მხარეები დათანხმდებიან. რუსეთი თუ წამოვა დიალოგზე თქვენი აზრით? მე მგონი რომ სანსაიტურზე კითხვა, მე მაინც მგონია რომ არ წამოვა, რაღაც იპოვის ფორმულას, რის საიდან თავს დაეძოს, თუმცა უხერხული გოგრა შევარდება ნამდვილად. იმიტომ რომ მას არც ისე იოლი იქნება თავი დაიძურნოს. თუ სააკაშვილი ამდენ ხანს რუსეთს თავაზობდა დიალოგს საქართველოსთან, თქვათ ასე, სხვადასხვა ინტერვიუებიდან თუ რაღაც რუსულ გაზეთებში თუ სხვა გაზეთებში და დღეს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან მას არ უნდა შეუთავაზებია ბოლო ხანებში დიალოგი, ასე რომ უკვე რუსეთი ანგარიში გაუწევს არა სააკაშვილის განცხადებას, არამედ ევროპარლამენტის ტრიბუნას. ასე რომ კეთილი უნდა ინებოს და რაღაცნაირად უპასუხოს. მე მგონი მას თავს დაიძროს და რაღაც ფორმულას მონახავს ისეც, რომელიც რაღაც კაზუისტიკურ რაღაც ფორმულას, სადაც გამართებს უაზრობას სააკაშვილთან ლაპარაკისას ალბათ. რაც რა თქმა უნდა სულაც არ იქნება მის სასარგებლოდ, მაგრამ მას ხო ნუ პოლიტიკო სახელმწიფოს სირცხვილის გზნობა არ გააჩნია სახელმწიფოს სხვა დონე, ამიტომ ისინი შეგნებულ რაღაც სიცრუეზე წავლენ, შეგნებულ რაღაც უაზრობას იტყვიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ვადნაპადა, როგორ ფიქრობთ, თუ მოლაპარაკება მაინც შედგება ქართულსა და რუსულ მხარეებს შორის, რა ფორმატში, რა დონეზე წარმოგიდგენიათ ეს? ყველაზე უკეთესი ფორმატია რაკი მაშინ არ მისვენენ 10 წელს უკარო ეს გაიგეთებინათ, ეხლა მაინც თუ მოგვისვენენ, ყველაზე კარგი ვარიანტია საქართველოს აღიაროს, რომ ის არასწორად იქცევა ჩილკავკასიაში. და მზადა ვინმე და ჩილკავკასია არის პრობლემა არა მარტო რუსეთისაც, არამედ საქართველოსათვისაც. თუ ვერ დაგვიფაროთ თუ ჩილკავკასიაში რაღაც დაიწყო პროცესები, ეს ჩვენს გვეხება, ჩვენს უსაფრთხოებასაც. ამიტომ საქართველოს მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიები ოკუპირებული კი ბატონო, ყველაფერი, მიუხედავად ყველაფრის ამისა, საქართველოს მზადაა რუსეთთან ითანამშრომლოთ ჩილკავკასიაში არსებულ პრობლემებს. ანუ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ინტერესები და ადამიანის უფლებების დაცვი და რაღაცები ევროპასთან ერთად შეიძლება ასე გაფორმდეს, მზად არის რუსეთს მაგალითად მხარს ჩამოუდგეს
მიუწეს ევროკავშირის პროექტების განხორციელებაში ჩრდილო კავკასიაში. მაგრამ შესაბამისად უნდა თქვას უარი პირველ კავკასიურ არხზე. შესაბამისად უარი უნდა თქვას მოქალაქეობაზე, არ შეუთანხმოს რუსეთს გააფორმოს ხელშეკრულება რუსეთთან იმ ქვია საუვიზო რეჟიმებზე, რაც დასახელდა. არ რეალურად მიგაჩნიათ ეს, იმიტომ რომ ქართული ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ არც ძალის გამოყენებაზე არ აპირებდნენ ამ ფორმით ყოველ შემთხვევაში პასუხისგებლობის აღებას. სულ ძალიან მოკლე ხნის წინ. არ რეალურად მიგაჩნიათ, რომ წავიდეს ქართული მხარე ამ დაწესებულებაში. ძალიან კარგი იქნება თუ წავა. საერთოდ უკან დახევა და პასუხისმგებლობის შენ თავზე აღება და აღიარება იმისა, შეცდომები და უშვია, ძალიან ეს ღირსებაა საერთოდ. სამწუხაროდ დღემდე არა გათავისებული ეს, რომ იგივე ბოდიშის მოხდა შეცდომის აღიარება, ეს არის როგორც წესი ღირსეული ადამიანის ქცევა და ღირსეული სახელმწიფოს ძალიან ბევრი სახელმწიფოს უღიარებენ თავის შეცდომები. ამიტომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა აგრესია, არ ჩვენ არ ვიქცევით ამ აგრესიის შემდეგ მის წინააღმდეგ უკეთესად. ძალიან პრიმიტიულად ვაფათურებთ ხელებს მაგალითად რუსეთის ყველაზე პრობლემურ რეგიონში ჩრდილო კავკასიაში, რაც სწორი არაა. ამიტომ ეს ვაღიაროთ და აწი მაინც დავიწყოთ თანამშრომლობა. შეიძლება მე შემდეგი ბიჭები იყოს ვაჭრობა სიტყვაზე, რკინიგზის გაღდგენა, ჩვენ დაწურვა არ აღდგება, მაგრამ ჩვენი ბრალი არ უნდა იყოს. შევთავაზოთ ვაჭრობა, უამრავი საკითხები შეიძლება იყოს, უკვე მოყვეს შემდეგ ამას ყველაფერს. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დღეს სააკაშვილმა თავისი შეცდომები აღიარა, ნუ ნაწილი მაინც. დღეს არის ვარდების რევოლუციის 7 წლისთავი და პრეზიდენტმა დღევანდელი გამოსვლისას ამ 7 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. მაგალითად, მან თქვა, რომ ქვეყნის მართვის სწავლა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე და საკუთარ წარმატებებზეა შესაძლებელი. თუ აღიარა მან დღეს თავისი შეცდომები და თქვენი აზრით საერთოდ რა იყო სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი შეცდომა ამ 7 წლის მანძილზე? ავტორიტარიზმის არჩევა. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ჰქონდა უნიკალური შანსები ქვეყანა ემართა დიდი ხნით და მოეპოვებინა პოპულარობა, მაგრამ მას შეეშინდა რეალური დემოკრატიისა, სადაც დაშვებული არის რეალური დემოკრატია რეალურად უშვებს გადარჩევას. მას შეეშინდა იმ გამოწვევებისა, რომელიც ქვეყნის მართვაში ჭირდებოდა, კონფლიქტების მოუგვარებლობა დიდი ხნით გაიწელებოდა, ამიტომ თავიდანვე თებერვლიდანვე როგორც კი შესვალა კონსტიტუცია 24 წლის თებერვლიდან, მან აიჩი ავტორიტარიზმი. დემოკრატიაზე საუბრობდა. სტალინი არ საუბრობდა თუ ლევინი არ საუბრობდა დემოკრატია. თავისუფლება ყველა ავტორიტარული რეჟიმის ლექსიკაშია. თუმცა არ გეთანხმებათ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ საქართველოს შეიძლება კარგი მოდელი იყოს იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, ეს სიტყვები გამოხატავს საერთოდ ევროპელთა შეფასებას საქართველოს? ევროპელები ამაზე დიპლომატიური განცხადება დარწმუნებული ვარ, დღეს უკვე ლუკაშენკოს მიმართაც უკვე შერბილებულია მათი დამოკიდებულება. ანუ ევროკავშირი, რომ იქ სადაც მათი ქვეყნები არ არიან, ანუ სადაც მათი წევრები არ არიან, ისინი ასეთ ქვეყნებთან უფრო ცდილობენ იყვნენ რბილები და უფრო დიპლომატიურები, მაგრამ უფრო კაცრები არიან რუმინეთის მიმართ და ბულგარეთის მიმართ, მაგრამ უფრო შედარებით მობიერები არიან საქართველოს მიმართ, ბელარუსის მიმართ, სომხეთის, აზერბაიჯანში როგორ ტარდება არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, შერბილებული შეფასებებია ხოლმე. ასე არ არის. ასე რომ ევროკავშირის ეს ჯერ ბატონი ბუზეკს დიდი პატივს ავცემ, მაგრამ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მე გზნობ ამას ყველაფერს. და როგორ ფიქრობთ, ისინი ვერ ხედავენ იმ პრობლემებს, რაც საქართველოშია? მაგრამ კონფრონტაციით უფრო აფუჭებენ საქმე. ჯერ საქართველოში არ წყდება მათი ბედი, საქართველო არ არის მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, ამიტომ რატომ უნდა გააფუჭონ ურთიერთობა? მithom საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებით ისინი არგუმენტებს აძლევენ რუსეთს. აშკარად იციან, რომ ორ ართლა ისე დემოკრატ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, თუ საქართველოს გაკიცხავენ ძალიან, რუსეთს გააძლიერებენ. ამიტომ მათ არ აწყობთ კიდევ უფრო აქციოს საქართველოს მსხვერპლად რუსეთის ხელში. ამიტომ თქმა უნდა ისინი თავიანთი ესეთი მობიერი დამოკიდებულებით ცდილობენ საქართველოს დაიცვან რუსეთისაგან, იმიტომ რომ თუ არგუმენტებს მისცემენ რუსეთს, რუსეთი თქოს, აჰა, თქვენ ხო ამას ლაპარაკობთ. თვითონ რუსეთს ვერ უბედავენ. ვერ უბედავენ, რომ თქვენ შენთან დემოკრატია არ არის ისე როგორც უნდა უთხრან. ამიტომ არ საქართველოს არ უბედავენ. რატომ უნდა ჩაძირონ და გაწირონ საქართველოს? ამიტომ მათი დამოკიდებულება არის ძალიან, რა ქვია, დიპლომატიური, გაწონასწორებული, არ ჩამფრწოვენ და არ წვასწოვენ. ბატონო პატა, ჩვენი საუბრის ბოლოს მაინტერესებს თქვენი აზრით, დღევანდელი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის საერთოდ ბოლო კვირა, რომელსაც ის უწოდებს თვითონ ყველაზე წარმატებულ კვირას მისი ბიოგრაფიის მანძილზე. არის თუ არა საქართველოს გამარჯვება, თუ მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების წარმატებაა? არა, ეს არის რუსეთის გამარჯვება. რუსეთმა ფაქტიურად გაიმჯობესა მდგომარეობა ნატოსთან, პრობლემები ქონდა საქართველოს გამო, თუ რომელიმე საქართველოს ხარჯზე ხდება საქართველოს იმის გამო რომ ობამა მიიღო სააკაშვილმა დათმო რუსეთი, ანუ დათმო თავისი სიმკაცრე რუსეთის მიმართ, პრინციპულობა. რაც ამდენხანს პრინციპული იყო. მე სულ გამოურცხავრი ლაპარაკი იყო სიტყვაზე რუსეთის გაწევრიანებაზე სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. არ გამოურცხავ ობამასთან. თქვენ ამას ვერ შეაფასებთ როგორც ქვეყნის წარმატება საგარეო ასპარეზზე. მე შევაფასებ, რომ რუსეთმა გაიმყარა პოზიციები, იმიტომ რომ მან ერთიორად გაიუმჯობესა მდგომარეობა ნატოსთან. თუ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ სანქციები დაუწესა რუსეთს აგვისტოს მოვლენებს, მხოლოდ იყო ნატო. ნატომ გაყინა რუსეთ-ნატოს კომისიის მუშაობა. ერთი წლის თავზე არათუ აღადგინა დღეს უკეთესი ურთიერთობები აქვს, ვიდრე ქონდა აგვისტომდე. ანუ აბსოლუტურად დაივიწყეს ქართულ
ქართულ რუსული ურთიერთობები მხოლოდ ლაპარაკის დონეზე დატოვეს. ხურდად აქციეს ეს ყველაფერი და რიტორიკა და სამაგიეროდ სააკაშვილი მიიღო ობამამ. თუმცა არ გვინახეს ტელევიზორზე თუ ხდებოდა ხო სურათები არსებობს, მაგრამ ანუ ორ სახელმწიფოს პრეზიდენტებს შორის არსებული სხვადასხვა ურთიერთობები არსებობს. ყველაზე დაბალი რანგის პროტოკოლით ყველა დაბალი რანგის შეხვედრა იყო. არ გაშუქდა ტელევიზიებით. ფოტო დახურული შეხვედრა იყო, არ იყო პრესკონფერენცია, რაც ბუშის დროს ხდებოდა გახსოვთ, სახელმწიფო დროშების წინ გამოდიოდნენ და პრეზიდენტები ანგარიშაბარი. თუმცა ხანგრძლივი დროის მანძილზე ობამა საერთოდ არ ხვდებოდა სარკოზის შეხვედრის დროს, არც ობამას ანუ ორივე შემთხვევაში ყველაზე დაბალი რანგის პროტოკოლური შეხვედრა იყო და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა აღწერა რაზე იყო ლაპარაკი. არც სარკოზის დროს არც ობამას დროს, არც სარკოზის არც ობამას არ უნდა ლაპარაკია. თეთრი სახლის განცხადებაში იყო. კი ბატონო, ხმაზე გეუბნებით რომ შეხვედრა კარგია, მაგრამ თავისი რანგით არის საკმაოდ დაბალი. ეს არ არის სახელმწიფო შეხვედრა და ის როგორც ბუშის დროს ხდებოდა. ანუ აშკარად და ორივე შემთხვევაში აშკარად სარკოზის შემთხვევაში პუტინს ხდებოდა. სარკოზი და მანამდე მისტრალზე უნდა ლაპარაკე და მანამდე შეხვდა სარკოზი და სააკაშვილს და გამოვიდა სააკაშვილი თქვა რომ საქართველოს არ ეწინააღმდეგება მისტრალის მიყიდვას რუსეთისათვის. ეხლა მოდიოდებთა შეხვედრის წინ მიიღო ობამამ და გამოვიდა სააკაშვილი თქვა რომ საქართველოს არ ეწინააღმდეგება ნატო-რუსეთის ურთიერთობებს. ანუ ორივე შემთხვევაში ოფიციალური რეზულტატი, რაც მივიღეთ შედეგი, არის ის რომ საქართველოს რუსეთთან კონტექსტში არის უფრო მობიერი და კეთილგანწყობილი. რაც ზოგადად ნორმალურია, ცუდი არ არის. რატო დავაკეთებთ ამას ასეთი დიდი ხნის შემდეგ და ზემოქმედებით? რატო შეიძლება ჩვენ თვითონ ხვდებოდეთ ეს გასაკეთებელია? დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენი სტუმარი იყო პაატა ზაქარიაშვილი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ უკვე სოზარ სუბართან ერთად დავბრუნდებით ეთერში.